გამარჯობათ, მე სანდრო, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ. დღევანდელი ვიდეო შეეხება აი ამ გაზომვის საშუალებას, რომელსაც ქვია ტანგენცირკული. ეს ამ ინსტრუმენტთან ერთად გავივლით ან რამოდენიმე მის ვარიანტს და სხვა გაზომვის საშუალებებსაც შევეხებით, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვილაპარაკებთ ტანგენცირკულზე და მის აბსოლუტურად ყველა ფუნქციაზე. ესე იგი სანამ დავიწყებთ და გადავალთ საქმეზე, გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ. ძალიან დაეხმარება ჩვენ ძალიან პატარა არხს, იმიტომ რომ მე ვიცოდი და ვიცი რომ ბევრი მაყურებელი ამ ვიდეოებს არ ექნება, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო სპეციალური ვიდეოები არის, მაგრამ უფრო მეტი ხალხი უყურებს, ვიდრე გაცლებთ, ვიდრე იწერს. გთხოვთ გამოიწეროთ, ჩვენ არხზე არანაირი სპამი რეკლამა არ არის. და არ შეგაწუხებთ. რაც შეეხება წინა ვიდეოს, დიდი ხარვეზი ქონდა მან ხმის ჩაწერასთან, ძალიან გვიან წერდი მაგ ვიდეოსთან ახალი მიკროფონით, რომელიც ჯერ ვერ ავამუშავე ისე როგორც მინდა. და ეხლა ისევ გადავედი ჩემ ძველ კაბელიან მიკროფონზე და იმედია აქ უკვე ხმა ბევრად უკეთესია. ესე იგი დავიწყეთ. ჩვენ სახელოსნოში და მოტოგარაჟში ვიყენებთ ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტს გაზომვისთვის. ყველაზე უხეში არის ალბათ ყველას ექნება სახელოსნოში ესეთი რულეტკა, რასაც ეძახიან. რულეტკა ჩვენ შეგვიძლია გამოყენება ერთი აქ მარტო, ასე ვიღებთ და ნაგავში ვაგდებთ. და ვივიწყებთ საერთოდ რა არის რულეტკა, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგით არაფრის გაზომვა სახელოსნოში. ჩვენ კი დურგებიც აღარ იყენებენ, იმდენად არაზუსტი ინსტრუმენტი არის, შეგიძლიათ ეგ რამოდენიმე რულეტკა თუ აქვთ ერთმანეთს შეადაროთ, ან თუ შტანგერი გაქვთ, ან სახაზავი გაზომეთ, აი რულეტკას თვითონ თავიდანვე უზარმაზარად ცდომილება აქვს და თუ დიდი უფრო მანძილები გვინდა გავზომოთ, დიდი სახაზავი ავიღოთ, ან კიდევ უფრო დიდი ალუმინის სახაზავით არაზოები რო არის, სიტყვაზე ჯაჭვის, ღვედის ან ბორბლის გასწორების შემთხვევაში, ეგ სახაზავი კარგი ინსტრუმენტია, გამოგვადგება, რულეტკა კიდე არა. ესე იგი ჩვენი შტანგერი, რომელიც ნუ ყველა მიცის დაახლოებით რისთვის გამოიყენება, ხო? ანუ ჩვენ ამით ზომავთ გარე და შიდა დიამეტრებს. სიტყვა თვითონ შტანგელი გერმანულია შტანგენცირკული და შემოკლებით შტანგენს ეძახიან, შტანგელს ეძახიან, ლ-ი არასწორია, შტანგენცირკულია და საერთოდ აბსოლუტურად შეცდომით დაერქვა ამ ინსტრუმენტს შტანგენცირკული, იმიტომ რომ გერმანულად ეს არ არის შტანგენცირკული. თუ გერმანულიც არ ვიცით, მიხვდებით რომ შტანგენ, ანუ შტანგებია, ხო? და ცირკული არის წრე, ცირკა. ამიტომ ცირკულირება, ხო? წრიული მოძრაობა, ცირკულარული ხერხი. ეს არის უფრო შტანგენცირკული ვიდრე ეს. იმიტომ რომ შტანგენცირკული არის ხაზვაში გამოყენებადი, ესეც გერმანელების მიერ გამოგონილი ინსტრუმენტია, რომელიც გვჭირდება წრეების ხაზვისთვის, ფარგალში არ შეგეშალოთ, ცოტა სხვანაირი ფუნქცია, მაგალითად ყველაზე გავრცელებულს ახლა ხედავთ თქვენ ეკრანზე. და გამოიყენება კაწვრისთვის დეტალზე, ან ხაზვისთვისაც კი ხანდახან რომ დეტალზე პირდაპირ გადავიდეს ნახაზი. ფორმატზე, ანუ ფურცელზე ხაზვისთვის შტანგენცირკული არ გამოიყენება, ანუ საკმაოდ ახლა იშვიათად გამოიყენება ეგ ინსტრუმენტი. ესეც შტანგენცირკულია, ასე ვთქვათ, ოღონდ მასშტაბური, ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია, უცებ რო გითხრათ, ანუ მასშტაბი ყენდება აი აქ და თუ სიტყვაზე რაღაცას აი აქ ავიღებთ 1 სანტიმეტრს და მასშტაბი 1/10-თან არის, მეორე მხარეს 10-ს მივიღებთ და ეგ ერთი ფუნქცია აქვს და მეორე ისთვის მე ვიყენებ, რომ გაზომვა გავაკეთო ისეთ სივრცეში, სადაც ვერ მიუდგები რა ინსტრუმენტით რომ გავზომო, ხო, სადღაც ეძრავში და სიტყვაზე მივადე წვერები ამ ინსტრუმენტის და მე უკვე ან სახაზავზე, ან იგივე შტანგელის სკალაზე შემიძლია დავადო და ვნახო, აი შეგით ესე იგი როგორი დიამეტრია და რა ზომაა. ესე იგი დაუბრუნდით ისე ჩვენ შტანგენცირკულს, ორი სკალა აქვს ამას, როგორც ხედავთ, აი ესეთ მე ამოვბეჭდე რომ უფრო კარგად თვალნათლად დავინახოთ, ეს იქნება ჩვენი მოძრავი, ეს კიდე სტატიკური, ანუ დიდი სტატიკური არის, მოძრავი ეს არის.
ამ სკალას, რომელიც გამოიყენება მილიმეტრის მეათედებში გასაზომოთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ თავარ სკალაზე მილიმეტრები გვაქვს, ხო? ეს სანტიმეტრს ნიშნავს, შევა აქ 1 იყოს, შევა აქ 10 ეწეროს, ან 10 მილიმეტრი, 1 სანტიმეტრი და 10 ზოლი გვაქვს, თვითონ მილიმეტრს ნიშნავს და ასე ვზომოთ. ეხლა ინსტრუმენტს აწერე, რომ მილიმეტრის მეათედში შეუძლია გაზომო. როგორ გავზომოთ მილიმეტრის მეათედში, როცა მილიმეტრის მეათედი არც გვაქვს აღნიშნული სკალაზე. ამიტომ მოძრავ ელემენტზე არის ესეთი ვერნიერის სკალა. ვერნიერი ფრანგი მეცნიერი, ვინც გამოიგონა ეს თითქოს უმარტივესი, ამ დროს გენიალური მოწყობილობა. მეთოდი უფრო სწორედ გაზომვის. ესე იგი ჩვენ რო ვზომავთ, სიტყვაზე გავზომეთ რაღაცა, აი 10 მილიმეტრი გვაქვს. და ჩვენი ნოლის მაჩვენებელი დაემთხვა აქ 1 სანტიმეტრს 10 მილიმეტრს და ვიცით რომ დეტალი 10 მილიმეტრია. შემდეგ გადავდივართ უკვე 11, 12 და ასე შემდეგ. მაგრამ რა ვქნათ თუ აი ასე სადღაც დადგა ჩვენი შტანგელის მოძრავი ნაწილი. რამდენია აქ? ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 10, ამას ვიმახსოვრებთ და 11-მდე არ ვართ მისულები. ამიტომ გადავდივართ ვერნიერის სკალაზე და აი ამ ზოლებიდან რაც არის 10-დან ვეძებთ იმას, რომელიც დაემთხვევა ნებისმიერ ზოლს აქ, არ აქვს მნიშვნელობა. თავარია აქედან რომელიღაცა დაემთხვეს. ამ შემთხვევაში თუ დაემთხვა ეს არის 1, 2, 3, 4, ეს ნიშნავს, რომ 4 მეათედი მილიმეტრია კიდე. ეხლა ჩვენ როცა ვეძებთ ამ ზოლს, რომელიც დაემთხვა, ჯერ აქ უყურეთ და ხედავთ, რომ სადღაც ნახევრამდე არ არის მისული. ესე იგი, აი აქ ვეძებთ ჩვენ აი ამ დამთხეულ ზოლებს და დაემთხვა მეოთხე ზოლზე, ესე იგი, რაღაცა მძიმე 4-ია, ხო? 4 მეათედია. 5 დაემთხვა და ესე მიდის და ჯერ 5, მერე 6, მერე 7, აი გენიალური გამოგონება. ესე იგი, ჩვენ ძირითადი სკალა და ეს 0 გვჭირდება რომ გავზომოთ მთელი რიცხვები, ამ შემთხვევაში, ხო, 11 სიტყვაზე და 11-ს თუ გავცდით, ხო, არ ვართ მისული. უკვე უყურებთ, აი დაახლოებით ალბათ 11 და 8 არის და უყურებთ სად 11 და 9 ყოფილა. სად დაემთხვა? ეს რაც შეეხება ვერნიერის სკალას. რამოდენიმე გაზომვა გააკეთეთ და თქვენ თვითონ უცებთ მიხვდებით რა ადვილი არის და ძალიან კარგად აი გამადიდებელი შუშის და ყველაფრის გარეშე შეიძლება გაზომვა ამით მეათედებში. გაზომვის დროს გავითვალისწინოთ, რომ არავითარ შემთხვევაში ძალის დატანება არ შეიძლება ინსტრუმენტზე, იმიტომ რომ ძალიან მაგრად დავხსვებით და შეიძლება ჩვენება, ხო, იმიტომ რომ დეფორმაცია დაიწყება თვითონ ინსტრუმენტის. ზოგ შტანგაცირკულს აქ ბორბალი აქვს, რომელთაც ვაწვევით და როცა უკვე რაღაცა ძალით მიაწვა, ეს ბორბალი სრიალებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ალბათ ძალიან დამწყებებისთვის არის, რომ არ გააფუჭონ ინსტრუმენტი. შემდეგ ესე იგი რაც შეეხება, მოდით ახლა კონკრეტულად ეს მაგალითი განვიხილოთ, რითი განსხვავდება ეგ სხვა შტანგელებიდან, რომ აქვს სიღრმის მზომიც. აი ესეთი შტანგა გამოდის აქედან და ძალიან მარტივად სიტყვაზე აი ამ საკის არის, აი სიღრმე გვინდა გავზომოთ. აი ესე მოვათავსებთ, ხო? აი ეს ჩაიკეტა ჩვენი ინსტრუმენტი და დავბლოკეთ. სპეციალური ვინტი გვაქვს, აქ რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მოვუშვათ და დავბლოკოთ, რომ ჩვენება არ შეიცვალოს და წავიკითხოთ, სხვას მივაწოდოთ, რომ წაიკითხონ და გავზომეთ ჩვენ მივხვდით, რომ ამ საკის არის სიღრმე არის 17 მილიმეტრი და მე აი ასეც რო გავზომოთ, ხო, იგივე 17 მილიმეტრი გვაქვს. სიღრმე გავზომეთ, გარე დიამეტრი, ხო, მარტივად ვზომავთ. ისევ დავბლოკავთ, ხო, 51 გვაქვს. და ინსტრუმენტის მეორე მხარეს არის შიდა დიამეტრის გასაზომით, ძალიან კარგი გასაზომი, სადღაც 3-4 მილიმეტრიდან უკვე შეუძლია რომ დაიწყოს გაზომვა. ჩვეულებრივად აი ესე ვზომავთ. დაძაბული გვაქვს ახლა ინსტრუმენტი, ვატრიალებთ რომ მაქსიმალური დიამეტრი დაიკავოს, ხო, თვითონ მოხდება იქ სადაც ყველაზე მაქსიმალური დიამეტრი არ შეგვეშლება, ხო? აი ესე ავიღებთ, ჰოპ,
და გაიჭედა შუაში და ვკითხულობთ, რომ 22 მმ-ია. გავზომეთ შიდა დიამეტრი. კიდე რა ფუნქცია აქვს ამ ინსტრუმენტს? ის არის, რომ ამის თავები, აი ბოლოები არის საკაწრი პირებით. ანუ ეს სპეციალური მეტალით არის დაბოლოებული, რომელთაც შეგვიძლია ფაქტიურად შუშაც კი მე მგონი არ მიცდია, მაგრამ შუშაც კი დავკაწროთ, ხო? ანუ რაღაცა რომ გვინდა დავნიშნოთ, ხო? ახლა გავაფუჭებ ამ სახაზავს. სიტყვაზე ავიღეთ 20 მმ და მინდა მოვნიშნო დეტალზე 20 მმ. ისევ დავბლოკეთ აი ამ ვინტით და აი ასე დახაზული გამოგვივიდა. იგივე შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივესთვის მეორე მხარეები. ძალიან არ არის რეკომენდირებული ამის გალესვა, იმიტომ რომ გალესვის შემთხვევაში იკარგება სიზუსტე, მაგრამ დამიჯერთ იმდენად მტკიცე მეტალისგან არის გაკეთებული, რომ გაცვეთილი ჯერ არ მინახი. ალბათ ძალიან დიდი ხანი ქარხანაში ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს ეს ინსტრუმენტი, რომ გაცვდეს თავები. მოკლედ, ამ ინსტრუმენტის ყველა ნიუანსი გავიარეთ, მოდით გადავიდეთ, შეიძლება აი ესეთი შტანგელი შევხვდეთ. ეს ცოტა უფრო გამარტივებული ვარიანტია, სამაგიეროდ, ბეროთ უფრო თვალნათლი სკალა აქვს და გასწორების საშუალება აქვს ამ სკალას. ეხლა ამ შტანგელს არ აქვს სიღრმის მზომი, ხო? და შიდა დიამეტრი იზომება აი ამ ნაწილით. ეხლა თქვენ მიხვდებით, რომ ეს დიამეტრი ფლად სწორი არ იქნება, იმიტომ რომ ეს ზედაპირი ამას რა თქმა უნდა არ უდრის. ამიტომ აი აქ აწერია ციფრი, ყოველთვის შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც გვეუბნება, რომ ჩვენ ამით შიდა დიამეტრს რო გავზომავთ, ხო? აქ ჩვენება რაც გვექნება 10 უნდა დავუმატოთ, იმიტომ რომ თვითონ აი ამ ადგილის ზომა არის 10 მმ ზუსტად. ეხლა რა უპირატესობა აქვს ამას ის, რომ ამის თავები ასე მომრგვალებულია და შიდა მრგვალი დიამეტრის საზომად, როგორც საკის არის, ფაქტობრივად უფრო ზუსტი არის რა და უფრო ზუსტი არის, მაგრამ უფრო ადვილად გავზომავთ, ხო, ერთ გაზომვაში ზუსტად დაჯდება ჩვენი წრე. ანუ შიდა მრგვალი დიამეტრების გასაზომად არის კარგი ეგ ინსტრუმენტი. და დანარჩენი ფუნქციონალურად ყველაფერი იგივე აქვს აბსოლუტურად. გვაქვს კიდევ არსებობს აი ესეთი ციფრული ინსტრუმენტები, რომელიც ციფრულიც არის და ჩვეულებრივი ანალოგურიც, ანუ აქაც შეგვიძლია ჩვენ წავიკითხოთ ჩვენება. არის ძალიან არაზუსტი და შეიძლება, არ ვიცი, ალბათ ხის მასალის ან რაღაცის გასაზომად ეს ინსტრუმენტი გამოგვადგება. კაი ფუნქცია ის აქვს, რომ ინჩები და მილიმეტრები იცვლება და შეგვიძლია ადვილად გადავიყვანოთ, მაგრამ ესეთი შტანგელებიც არის, რომელსაც ერთ მხარეს ინჩი აქვს, მეორე მხარეს მილიმეტრები, ვერნიერის შკალა, მეორე მხარესაც აქვს, ყველაფერი იგივე არის ზუსტად. ესეთ ინსტრუმენტებზე ან თვითონ ძალა, როგორც გითხარით, ხო, დაწოლის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი ნახეთ, როგორ შემიძლია შევცვალო ჩვენება იმის დამიხევით, როგორ დავაწვევი ინსტრუმენტს. ამიტომ ძალიან მიახლოებული არის რა ისეთი დეტალების საზომად, სადაც ვიცით ზომა სიტყვაზე გვაინტერესებს ეს M8 არის თუ ხოთოს ამერიკული ბალტი წამიხია. თუ M9 ხო ან M10 ან M8 აი მაშინ ხო უკვე ვიცით რა, მაგრამ ეხლაც რაღაცა არასწორად გვიჩვენებს, მაგრამ ეს საერთოდ ამერიკული ზომა. მოკლედ, ესე იგი, აი ესეთი არის ინსტრუმენტები, არის ესეთი უფრო კარგი ხარისხის, რომელიც მეტალი არის, ისე და ისე აქ ბორბალი აქვს იმისთვის, რომ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ გაზომვისას და შეიძლება მე პირადად ახლა პროფესიონალი სპეციალისტები არ მინახია, რომ ციფრული შტანგელით სარგებლობდნენ, არ ვიცი, ალბათ ჩვევის ამბავია ეგ. ეხლა რაც შეიძლება გაზომვებს, ხო, ნუ ჩვენ ალბათ როცა ზომავდით ბოლტებზე ქონდა ვიდეო გითხარით, ანუ ჩვეულებრივად ბოლტი იზომება გარე დიამეტრით, რაც შეეხება შიდა დიამეტრის გაზომვის გაიგის ცოტა სხვა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ხრახსაც ზომავთ, ამ შემთხვევაში ხრახნის სიმაღლეს, ხომ ასეა.
და ამიტომ როცა გავზომავთ შიდა დიამეტრს ბოლტის, ყოველთვის მილიმეტრი ან ოდნავ მეტი მივუმატოთ, ან ოდნავ აი ხრახნის სადაც იწყება აქ გავზომოთ. ამ შემთხვევაში ეს არის M12 მილიმეტრიანი ბოლტისთვის გაიგა და ჩვენ რო გავზომოთ ჩვეულებრივად შიდა დიამეტრი გვიჩვენებს 10.4-ს, ხო? რაც არასწორია და ვიფიქრეთ, ეს M10 არა, ეს M10 არ არის, ეს M12-ია, ამიტომ უნდა გავზომოთ აი აქ ჩვენი ხრახნი და მივიღებთ M12-ს, ხო? ანუ სიტყვაზე თუ შიდა გაზომვა გავაკეთეთ ხრახნიანი დეტალის ვივარაუდოთ რომ M10 თუ გაჩვენა შემდეგ საფეხურზე გადავდივართ. შემდეგი რა თქმა უნდა M12 არის. ეხლა სალნიკის გაზომვა რაც ძალიან გჭირდება ხოლმე გარე დიამეტრის სალნიკის ჩვეულებრივად იზომება, მაგრამ ისიც ვიცოდეთ რომ რეზინის დეტალია და აქ ცდომილება ძალიან დიდი არის და ძალიან მიახლოებით ზომავთ. ანუ ჩვენ ეხლა ამ სალნიკზე გვიწერა რომ გარე დიამეტრი არის 54 და 5 და ჩვენ გვაქვს 54 და 7 რეალურად, ხო? იმიტომ რომ რეზინა არის და ხა ესეთი ზუსტი არ იქნება. რაც შეეხება სალნიკის შიდა დიამეტრის გაზომვას, აქაც პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ სალნიკი ყოველთვის იმაზე ვიწრო არის, ვიდრე ღერძი, რომელზეც ის მოძრაობს, ხომ ასე უნდა მოუჭიროს და როცა გვაქვს 53 აქ ზომა, რეალურად გვაჩვენებს 42-ს, ხო? და ცოტა თუ დაავაძალეთ, გავწიეთ, აი 53-ზე ავედით. ამიტომ აქაც რო გავზომეთ ჩვენ რაღაცა ზომა მივიღეთ, ყოველთვის მილიმეტრი ნახევარი დავუმატოთ, ეს არის ჩვენი თვითონ სალნიკის შიდა დიამეტრი. სიმაღლე ჩვეულებრივად იზომება, ისევ გავზომეთ აქ და მივიღეთ 9.4. ესე იზომება ამ შემთხვევაში და კი ბატონო 13 მილიმეტრი მივიღეთ. შემდეგ ესე იგი შტანგელით ფაქტობრივად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეეხება ხა შტანგელის მოვლას, ვიცოდეთ რომ საზომი ინსტრუმენტები არ იზეთება. იმიტომ რომ თეორიაში ჩვენ თუ ამ ინსტრუმენტს დავზეთავთ, მერე ზეთის გაზომვასაც ვიწყებთ. იმიტომ რომ ზედაპირებში, რომელიც იდეალურად არის ერთმანეთს მორგებული, ზეთი როცა მოხდება, ის ზეთიც მათ შეიძლება შეგვიცვალოს ჩვენება. არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალის დატანება არ შეიძლება, ლურსნების ჩადაჭედება ამით, რაღაც ის სალნიკის ამოგდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ გაიღუნება და გასწორება ამის უკვე შეუძლებელი არასწორ ჩვენებას მოგცემს და სანამ მიხვდებით, ძალიან ძვირი დაგვიჯდება ეგ. ეხლა დღეს კიდევ აი ესეც მოვიმარაგე მიკრომეტრი არის ჩვენ მიკრომეტრზე ეს უკვე მეასედებში ან ეს ავიაკოსმოსური სტანდარტის არის მილიმეტრის მეათასედებში ზომავს. ხო, ესეთი გაზომვები ჩვენ გვჭირდება მარტო ძრავის ანწყობისას, ძრავზე სამუშაოდ, სხვაგან მოტოზე ესეთი ზომები არსად მოცემული არ არის. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ აი გოლზე, რომელიც ბორბალზე გეუბნებოდით, აი ყველა მიკრომეტრს აქვს ეს ფუნქცია, აი ეს არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ზედმეტად გადავუჭერთ, აი ზუსტად რეგულირდება მოჭერის ძალა. და ამ ინსტრუმენტს ჩვენ ცალკე განვიხილავთ, იმიტომ რომ ამაზე აი რო ჩავამივა ეს მაკრო ლინზა, ხო? უკვე მაკრო ლინზით განახავთ, იმიტომ რომ აქ ძალიან სერიოზული გადიდება ჭირდება მიკრომეტრს სამუშაოდ. მიკრომეტრის გვექნება შიდა დიამეტრების მიკრომეტრებიც განხილვაში. მერე და დღევანდელი ვიდეო ფაქტიურად ეგ არის ყველაფერი, რაც მინდოდა შტანგელზე მომეყოლა თქვენთვის. დაგვისვით შეკითხვები და კომენტარები აუცილებლად ყველანაირი, რაც გინდათ ის დაგვიწერეთ კომენტარში და ლაიქები და გამოწერები არ ხის. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.